გამარჯობა მეგობრებო. დღეს დიდი დღეა, იმიტომ რომ ჩემი ორი მეგობარი მოდის ჩემთან სახლში, რომ თამა შემიღებოს და შემჭრას. და ერთი სული მაქვს. და აუცილებლად ყველაფერს გაჩვენებთ. თუ კარგი გამოვიდა, ძალიან იმედი მაქვს, რომ რაღაცა საშინელებას არ გამიკეთებე. დავიწყეთ მომზადება. Jan, maybe thinking about a new profession or something? Perfect. Perfect. პირველი ეტაპი დავამთავრე და ველოდებით სხვა ეტაპს. გადავედით ტონირებაზე. Oh, I can see some color right here. Okay. Some of the blonde. That's The raw blonde. Raw blonde, okay. So Damage the chunk. now let me take the wig off. And you just paint it on to the knee, and then you just walk it through a little bit, make sure it covers. So I do it from root to Well, basically I do it from here. Okay. Remember, this is not up to the Ниню. My fairy daddy. Like non-stop. They're going to sound like It's very good. I need a lot more. Hey, I just got it. I got challenge ticket. Rochelle. That's right, I read the secret. Hello, Vince. დღეს გადავწყვიტე რაღაცეები მეჩვენებინა თქვენთვის, რაც ამასობაში მომიკრო და ბევრი არაფერი არ არის, მაგრამ რაც არის, ყველაფერს გაჩვენებ, თუ მოგეწონებათ, იქნებ თქვენ შეიძინოთ და დავიწყოთ ბევრი ლაპარაკის გარეშე. ესე იგი, ეს არის ჭიქები, ყავის ჭიქები, რომელიც მაჩუქა ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა და არის ძალიან ლამაზი. მე უკვე ვნახე რა თქმა უნდა, როგორც კი მაჩუქა იმ წუთში იქვე გავხსენი და ვერ მოვიცინე რა თქმა უნდა. და შეხედეთ. ორი ყავის ჭიქა გამოვიღებ. ნახეთ რა სილამაზეა. ჩინ. ძალიან ლამაზია. ამ ბრენდს ქვია Floor. დავწყვიტე რომ კიდე შევიზინო, არის სხვადასხვა ფერები, შევამოწმე უკვე საიტზე და ვაპირებ რომ გამოვიწერო, როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა, ამისი კიდევ 2, 4 იყოს, თუ 6 უნდა იყოს. მოვიფიქრებ. რას ფიქრობთ? 4 ჭიქა უნდა იყოს ოჯახში თუ 6? კაი, მოვიფიქრებ, მოკლედ რამდენი გამოვიწერო, ძალიან ლამაზია, ძალიან მომწონს ესეთი ორმაგი შუშა და აქვთ სხვადასხვა ფერები, უკვე ვნახეთ საიტზე, ამას აღარ ჩავდებ ყუთში, იმიტომ რომ მაინც უნდა გამოვიყენო და რა აზრი აქვს. კაი, შემდეგი არის ეს ჩანთა. ამას ქვია, ბრენდს ქვია Gaston Luga სტოკჰოლმიდან არის ეს ბრენდი. ჩვენთან ვიყიდე ისრაელში არის ესეთი მაღაზია, ქვია Soho, მაღაზიების ქსელი, სადაც იყიდება ჭურჭელი და სხვადასხვა სახლის ნივთები და ჩანთები სხვათა შორის. მაგრამ ეს ჩანთა არ მომწონს. და დავაბრუნო. ანუ იცით როგორ, ცოტა სხვანაირი მეგონა, მაგრამ ეხლა რომ ვუყურებ, რაღაცა ძალიან მესაყვარლება. არა, ვაბრუნებ. აი ესეთი არის. საყვარელი კია, მაგრამ აი თვითონ მასალა რითიც არის დამზადებული, აი თითქოს ბოტები როგორც ახლა ხო იცით, წვიმაში აი ეგეთი მასალა და არ მომწონს. სურნელიც რაღაც ისეთი აქვს. სხვანაირი მეგონა. და ამიტომ გამოვწერე. ცუდი არ არის, მაგრამ ანუ აი არ ვიცი, სად ვიხმარო და არა. ანუ საჩემო არ არის. ამიტომ ვაპირებ რომ დღეს წავიდე და ერთად შევცვალოთ რამეში, ან დაგვიბრუნონ თანხა. შემდეგი, აი ამ წუთას მოვიდა
რომელი საათია თან მაგვიანდება უნდა გავიდე ეს ჩანთაც ხონა გადავცვალო რო გითხარით ახლა და აღარ მახსოვს გითხარით თუ არა მაგრამ ჩემი ყურსასმენები AirPods ომამდე ერთ დღით ირანთან ომამდე ერთი დღით ადრე წავიღე გასაკეთებლად და დღეს რა დღეა აგვისტოა უკვე აგვისტოს დასაწყისი ომი იყო ივნისის შუა რიცხვებში აი ეხლა დამიბარეს რომ მოდი და მზად არის შენი ყურსასმენებიო AirPods და უნდა წავიდე და წამოვიღო და მივდივართ დიზინგოვსზე ეს არის თელავივში ერთ-ერთი ძალიან ცნობილი უბანი ძალიან ცნობილი ქუჩა ბევრი კაფეები ბარები ასე შემდეგ ბევრი ხალხი ბევრი მაღაზიები და რასაც შევძლებ გაჩვენებთ აუცილებლად და ეხლა მოვიდა ეს ნივთი რომელიც ეს მე გამოვიწერე საკუთარი სახსრებით ზადიგის ჩანთა, რომელიც არც კი მინახავს და აი ეხლა ერთად ვნახავთ. დიდია, კაი დიდია, ძალიან მინდოდა დიდი ჩანთა. ანუ ზოგადად პატარა ჩანთები აღარ მიყვარს. ვაუ. ძალიან უცხოა რა სიტყვით. შევათვალიეროთ. თეთრი ჩანთა ზოგადად არ მქონდა და ან თეთრი ან off-white ან რაღაც ისეთი რა, რომ თეთრებზეც წავიდეს, თეთრებზეც მოუხდეს. მე ამოვიღებ. აქვს გრძელი გადასაკიდიც, ეს ვნახე თავიდანვე საიტზე, რაც საკვირველია. მოდი ერთად გავაკეთოთ, დავამაგროთ. დამოკლებაც შესაძლებელია, სავარაუდოდ დავამოკლებ. კაი, ესე იგი, ეს ყური, აი ასე მაქსიმალურად მოკლდება. ესეთია. მგონი ლამაზია, ხო? და ეს წავიღო ამ ხელა, უკაცრავად ზადი. გავეშურეთ ახლა დიზინგოფისკენ. თორე დამაგვიანდება. ესეც ჩვენი დიზინგოფი. თავარია არ გამორჩეს ჩვენი აისტორი, იმიტომ რომ იქით ხარეს არის თუ არ ვწდები. აქ ხუჩაბად საღამოს აი ჭედვა ხოლმე იმდენი ხალხია ვერ გაივლი ფეხით. Это Машу дохов. აქ ერთი პერიოდი, აი ამ ქუჩაზე დიზინგოფზე, გუნჩას, ჩემი დაქალის მეუღლეს ჰქონდა ხოლმე ფალაფელის ბიზნესი და სულ აქ ვისხედით ხოლმე ბავშვები. გოგოები. დავინახე ჩვენი აისტორის მაღაზია. Wow, lo voy a llamar acá. Как ты? Ушкан, תודה רבה. בכיף. תודה. ანუ კი არ შემიცვალეს, კი არ შემიკეთეს, თუ ახალი მომწეს. ოღონდ ბალიშები ეხლა თან მაქვს ამოღებული და მე ვნახავ რა როგორ არის. იმედია კარგად იმუშავებს აწი. წავედით ეხლა სოჰოში, გამოცვალოთ ჩანთა, ან დავიბრუნოთ თანხა. როგორ გავრითმე. აი. მივდივართ დიზინგოფის სავაჭრო ცენტრში, იქ უნდა იყოს მაღაზია, არ ვიცი ზუსტად სად არის, მაგრამ იმედი მაქვს რომ ვიპოვი.
იაპონიის კვირეულია დიზინგოფის ცენტრში, ხა გამახსენდა, შემთხვევით მოხვდი აქ, მაგრამ ნახეთ რა ლამაზია. წავედით ახლა მოვძებნოთ სოხოს მაღაზია. თაღას არ მიბრუნები, იმიტომ ბადა გაუვიდა თურმე. მაგის გაკეთებას, ანუ გადავწყვიტე, რომ სხვა რაღაცა ავიღო და შევცვალო და ვათვალიერებ. შევარჩიე სამზარეულოს კონტეინერები. ესენი. იგი ხოლოს სხვა რაღაცები ავიღე, მაგრამ დაახლოებით იგივე რაღაცებია. წავედით სახლში. უკან მოვხედავთ, იმიტომ რომ არაფრის ყიდვას არ ვაპირებს საერთოდ. აბსოლუტურად. მოვედი სახლში, როგორც ხედავთ და მოდით გაჩვენებთ რა ვიყიდე ბარემ, მერესთვის აღარ გადავდებ. ესეთი საბოლოო ჯამში წამოვიღე აი ესეთი კონტეინერები. ნახოთ აბა როგორია, მითხეს რომ ძალიან კარგია და რაღაც სისულელების ყიდვას მიჩვენა რომ ეს მერიდა. ერთი, ძალიან ბევრი, არა ხუთია. იგივე ზომა. ანუ ეს იხსნება და იკეტება. ჩავყრიბ ქვილს, წიწიდას, ბრინჯს და ყავას, არა ყავისთვის მაქვს. სპაგეტი. ძალიან უყვარს ლამაზი ხელსახოცები და ეს შევარჩიე, ბევრი იყო ძალიან, მაგრამ ეს შევარჩიე რატომღაც. და ეს ორი კონტეინერი კიდე, ორი ერთი და იგივე ზომის. თან კაი. ესეც მეორე, თან ძალიან მსუბუქია. ეს უბრალოდ ესენი რომ შევიძინე, მომცა კიდე რაღაცზე თანხა და კალამი, კაქტუსის. იმითი წერს არც გამისინჯავს. კი, შავი ყოფილა. ოკეი. მორჩა სულ ეს იყო რაც შევიძინე და იმედია კარგად გამოვიყენებ. ამებს რა თქმა უნდა დაბრიცხავ. საგულდაგულოდ. ბელგიაში ყოფილა დამზადებული. ძალიან კარგი. დავხდებით ხვალ, დროებით. კათედრა პარასკევი დღე, ჩვენი უსაყვარლესი დღე და წავედით ზღვისკენ. Are you excited, babe? No. Aya? Ayo. სიყვარულის დღეა, ისრაელის სიყვარულის დღეა. Tu beab. ემზადება გივა ტაიმი სიყვარულის დღის აღსანიშნავად. ჩვენ არ ემზადებით. ყველგან გულებია. გულები და გულები. ორს უკვე ოსმოს ანახვაზე ნერვები ეშლება. ნახონდე მე დამიდა ძმენშანი ეტაღოეტაზე. დამიდა ძმენშა ეტაღოეტა და ვაღაზე ამაცლემა.
ამის თავი და ნერვი არ მაქვს. მეგონება თვითონ იღებს კაცო, ვერ გავიგე. დღეს აბა რომელ ვარსკვლავს ნახავ თუ სანაპიროზე, სავარაუდოდ არავის. ესეც თელ-ავივის არც თუ ისე ლამაზი მხარე და უბანი. სხვათა შორის ადრე ჩემი მეორე სამსახური ისრაელში სწორედ ამ უბანში იყო ხოლმე განთავსებული ოფისი და აქ მოვდიოდი ხოლმე ყოველ დღე. საშიში არ ვიცი არის თუ არა, მაგრამ უბრალოდ ყველა რჯულის ადამიანი ცხოვრობს ამ უბანში. გამაიამა სოღავა ლეიკანეს ლაიამ ტიღე ანუ ისე ვარ შეიძლება ზღვაში შესვლა. უფ. სულშავი დროშებია. ყველაზე გებრიელი სასმელი. თელს არ ვიცი თელ-ავივში ეს არის გაყინული მარგარიტა. გახეყილი ყინული ლიმნის გემოთი და მარგარიტა. ძალიან მინდა სერფინგის სწავლა, ანუ სწავლა არა, მინდა რომ ვცადო 1-2 3 ისრაელში ვიყო და სერფინგი არ ვისწავლო, ცოტა ტეხავს. და კიდევ ერთი სპორტი მინდა რომ ვცადო. შოგბურთი. ძალიან მიყვარს. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, რომ ყოფილიყავი შოგბურთელი, მაგრამ ეს ოცნება ვერ ავიხდინე. როგორც კი ვინმე შედის წყალში, ზღვაში, ეგრევე სამაშველო სამსახური, მაშველები გვაფრთხილებენ, რომ არ შეხვიდეთ. ეძახიან, უყვირიან, გამოდით, ძალიან საშიში ზღვა. მარტო აიქით შეიძლება შესვლა. არდა ძალიან სასიამოვნო წყალია. ой, აი ნახე. ისეთი ძლიერი ტალღებია, რომ აი ეხლა სამ პატარამ რამის წამაქცია. აი მხოლოდ ამ ტერიტორიაზეა შესაძლებელი წყალში შესვლა და მაგრამ აქაც მაგარი ძლიერი ტალღები ჩანს. როგორც კი ცოტა აგრილდება, სავარაუდოდ სექტემბერში აუცილებლად წავალ სასეირნოთ იაფოში და ყველაფერს გადავიღებ და გაჩვენებთ, იმიტომ რომ არის ულამაზესი. Babe. შემოვედით ჩვენ საყვარელ ადგილას მანტარეიში, სადაც აუცილებლად ზღვაზე რომ გამოვდივართ, აი შანსი არ არის, რომ აქ არ შემოვიდეთ. წინაზე სხვათა შორის შემოვედით, მაგრამ დამავიწყდა რომ გადამეღო ვიდეო, უბრალოდ მეგონა რომ ვიღებდი და აღმოჩნდა რომ ფოტოებს ვიღებდი. ხო და ეხლა ყველაფერს გაჩვენებთ დეტალურად. ჩვენი რასაც ვუკვეთავთ ხოლმე, ჩვენი საწმელი აქ არ იცვლება, არის სულ ერთი და იგივე. ეხლა ყველაფერს გაჩვენებთ. ძალიან კაი სიტუაცია და შაბათს ხო საერთოდ, ნუ აქ ადგილს ვერ იპოვი დასაჯდომს, მაგრამ ეხლა ძალიან ცხელა და შეიძლება შაბათს იმდენი ხალხი არ არის. შეიძლება არის, არ ვიცი. DJ-ს კი ყავს ეგეთ. ესე იგი, ბერძნული სალათი, კვერცხითო და არ ვიცი რატო კვერცხით. შნიცელი და ჩიპსი და ვაზის ფოთლის ტოლმა, რომელიც არის უგემრიელესი, მაგრამ დღეს რაღაცა შელახული გამოიყურება.
ძირითადად ეს არის ხოლმე ჩვენი მენიუ. მაგრამ სალათის ნაცვლად ხანდახან ვიღებთ ხოლმე ზღვის პროდუქტებს, მაგრამ დღეს გადავწყვიტეთ, რომ სალათი აგვეღო. მე მგონი კარგი გადაწყვეტილებაა. გემრიელად ვჭამეთ და მივდივართ სახლისკენ, მივემართებით. სხვა შორის დღეს გადავწყვიტეთ, რომ წავიდეთ მეტრომატარებლით. მეტრომატარებელს იმიტომ ვეძახი ახლა ამ წუთას, რომ ეს ტრანსპორტი ხან მიწის ქვეშ დადის და ხან მიწის ზემოთ. მამაშია კაღზე ნახო. ეს არის ესეთი პარკი, რომელიც იყო ხოლმე ადრე სადგური მატარებლის და ეხლა ქვია პარკი სადგური. და ანუ აქ შეიძლება ხოლმე რომ აქ იყო ხოლმე ქართული რესტორანი, ეხლა მე მგონი აღარ არის. აი ამ ადგილას. ტაშტაშა ერქვა ხოლმე. და რამდენჯერმე ვიყავით და ძალიან კარგი იყო. ზოგადად ბევრი კაფეებია აქ. მაგრამ უფრო კარგად შეიძლება ჩემი აზრით ამ ადგილის ათვისება თავიდან რომ გახსნეს. ვაუ, ყველა ანუ ძალიან ახრთოვანებული იყო, მაგრამ ეხლა რაღაცნაირად ცოტა მოძველდა. ცხელა. აი მოვედით ჩვენს სადგურზე. ღიაცის ქვეშ. ვაი, ძალიან ცხელა. Yo, babe. Bole, cel. პატარა ჩრდილი ვიპოვეთ და აი აქ გავიბლით. წილი უკვე ამ გაჩერებიდან მოდის მიწის ქვეშ და მანამდე მიწის ზემოთ. 5 წუთი, არა 10 წუთი გზაში და თითქმის მივედით სახლში. ჩვენი თანამშრომლები, ვინც თელავივში ცხოვრობენ, აი ისე გაუადვილად ცხოვრება ამ ტრანსპორტმა, რომ აი მეტი არ შეიძლება, მართლა ერთ თუ საათნახევარი ჭირდებოდა გზაში, ეხლა ნახევარ საათში სამსახურში არიან. პატარა გადაჯდომა, ანუ ეხლა გვინდა ავტობუსი და 10 წუთში სახლში ვარ. სახლშიც დავბრუნდით, მეგობრებო, როგორც იქნა, არასდროს ძალიან მალე. ვისაც არ გამოგიწერიათ, ჩემი არხი ძალიან გთხოვთ გამოიწერეთ, თუ გინდათ რომ შემდეგი ვლოგები არ გამოგრჩით, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო რაღაცეები გვერის წინ, მეგობრებო. დიდი მადლობა, ვინც მიყურეთ, დროებით.